ყოველდღიურობაში. შეხვედრა ფსიქოლოგთან ქალების რადიოს ეთერში. ნატა ასათიანთან ერთად. მოგესალმებით, დადგა ორშაბათი, ვხვდებით ფსიქოლოგს ქალების რადიოს ეთერში და ვსაუბრობთ ფსიქოლოგიურ თემებზე. დღეს ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომელიც ერთი შეხედვით დადებით თვისებად შეიძლება რომ აღვიქვათ, მაგრამ ამავდროულად სწორედ ეს თვისება ძალიან ხშირად გვიშლის ხელს, ხშირად არის ჩვენი შფოთვის მიზეზი, სტრესის დაბალი თვითშეფასების მიზეზი. ერთი სიტყვით, დღეს ჩვენ პერფექციონიზმზე ვისაუბრებთ, რა გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქოემოციურ ჯანმრთელობაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე და რას ნიშნავს, როცა გვინდა ყველაფერი იდეალურად გავაკეთოთ. რა ფსიქოლოგიური მექანიზმი დგას ამ ყველაფრის უკან. მოგესალმებით. დიდი მადლობა თამარ დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თამარ ქევხიშვილი. მოგესალმებით ნატა, მადლობა მოწვევისთვის. და მოდი თამარ დავიწყოთ, როგორც ყოველთვის, რადგან ჩვენი და ჩემი გადაცემის მთავარი ერთ-ერთი მიზანი არის, რომ ფსიქოგანათლებას შევუწყოთ ხელი და ყოველთვის რაღაცა ახალი გავიგოთ და შევიმეცნოთ, ტერმინის განმარტებით დავიწყოთ, რას ვეძახით პერფექციონიზმს და როდის არის ეს ჩვენი ლტოლვა, რომ ყველაფერი კარგად ვაკეთოთ, უკვე პერფექციონიზმი. გეთანხმები ნატა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ მოვლენას, რომელსაც პერფექციონიზმი ქვია, დავარქვათ თავისი სახელი და განმარტებით თავისი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ზუსტად შევძინოთ. პერფექციონიზმი არ არის სწრაფვა წარმატებისკენ. მოდით ასე დავიწყოთ. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი გამოჩენილი მკვლევარი პერფექციონიზმის ბრენე ბრაუნი საინტერესოდ განმარტავს, რომ პერფექციონიზმი არის 20 ტონა ტვირთის ტოლფასი, ასე ვთქვათ, ფარი, რომ წარმოიდგინოთ, ეს ფარი, რომელსაც ადამიანი ყოველდღე დაატარებს თან და განიხილავს აი ამ მოვლენას, ფსიქოლოგიურ თავისებურებას, როგორც დაცვის მექანიზმს. იმისათვის, რომ ადამიანმა აირიდოს მაგალითად კრიტიკის შიში, შეცდომის დაშვების შიში და თავი დაიცვას აი ამ უსიამოვნო ემოციებისგან, რომელიც შეიძლება მისთვის იყოს დაკავშირებული კრიტიკის მიღებასთან. ანუ რომ განვარტოთ და რომ ჩავეძიოთ კარგად რაღაცეების კეთებასთან, იდეალურად რაღაცეების კეთებასთან, სულაც არ არის პერფექციონიზმი კავშირში, ხო? დიახ, ძალიან სწორი შენიშვნა. პერფექციონიზმი არ ნიშნავს წარმატებისკენ სვლას. კი ბატონო. და პერფექციონიზმი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი კარგად აკეთებს ყველაფერს. თუმცა რა თქმა უნდა, რაღაცა სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარეც, ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა მოიცავს სრულყოფილებისკენ, იდეალისკენ სწრაფვას, მაგრამ ეხლა ჩვენც რომ ერთმანეთს დავუსვათ შეკითხვა, რას ნიშნავს იდეალური, ხო, რას ნიშნავს სრულყოფილი, შეიძლება ორივეს განსხვავებული აზრი გქონდეს და შეიძლება ბოლოს თქვათ, რომ სულაც არ ვიცით რა არის. შესაბამისად, აი ეს იდეალისტური სწრაფვა, ხო, რაღაც იმისკენ რომ შეცდომა არ დავუშვა, ყველაფერი ძალიან კარგად გავაკეთო, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ესეთი შეჩერების და შფოთვის გამომწვევი. და აი ბარემ აქვე რატომ ეს სიტყვა შეჩერება აღნიშნე, მიკროფონთან ახლოს თუ შეიძლება. როდესაც პერფექციონისტული ტენდენციით მოძრაობს ადამიანი, ასეთ შემთხვევაში ხშირია ხოლმე ესეთი ორი ტიპის ქცევის პატერნი. ერთ შემთხვევაში ადამიანი ძალიან დიდ ძალისხმევას დევს, აი ძალიან დიდი ძალისხმევა შეიძლება გავიგოთ როგორც გადაჭარბებული. ხო? ანუ არასაჭირო რაოდენობას ხდებს რეალურად ძალისხმევას. დიახ, ძალისხმევას დევს რაღაც კონკრეტული დავალების შესრულებაში და საბოლოო ჯამში, როცა ეს ქრონიკული პროცესია და დიდი ხანი გრძელდება, იწვევს გამოფიტვას, გადავლას ადამიანის და ეს რა თქმა უნდა კავშირშია იმასთან, რომ თვითკმაყოფილების განცდა არა აქვს ადამიანს და მენტალური კეთილდღეობა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა რაღაცნაირად შეუძლებელი ხდება ამ დროს. და მეორე ვარიანტი, როდესაც აი ეს პერფექციონისტულ გზას, ასე ვთქვათ, არის ადამიანი დამდგარი და ესეთი ფსიქოლოგიური მექანიზმი ამოძრავებს, არის ხოლმე საქმის გადადება, აი პროკრასტინაცია, რასაც ვეძახით, ან საერთოდაც უარის თქმა წამოწყებაზე. იმისათვის, რომ რადგან, ანუ мотиваცია ის არის, რომ აირიდოს წარმოსახული წარუმატებლობა. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პერფექციონიზმი, რომელ ადამიანებსაც ახასიათებს და სტანჯავთ, პირდაპირ ვიტყვით, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ არის არაფერი სასარგებლოს და სარგებლის მომტანი, რეალურად აი ამ ფარის უკან იმალება მათი შიში, რომ
შესაძლოა მათ რაღაცებს ვერ გაართვან თავი და შესაძლოა წარუმატებლობა იგემონ? დიახ. ეს არის რომელიც აი ამ წარუმატებლობისგან დაცვაში ეხმარება ადამიანს, ოღონდ სინამდვილეში არ ეხმარება, რადგან და რატომ არ ეხმარება? მოდით ესეც ვთქვათ, ხო? კი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამაზე ვისაუბროთ. როდესაც ადამიანი ისახავს ისეთ მიზანს, რომლის ფარგლებშიც იგი თავის თავს თხოვს, რომ არ დაუშვას არც ერთი შეცდომა მაგალითად და მიაღწიოს რაღაც ისეთ იდეალს, რომელიც სინამდვილეში ძალიან ძნელია, რომ ობიექტური კრიტერიუმებით განსაზღვროთ. ამ დროს ხდება ისე, რომ ადამიანს აქვს გაზრდილი შფოთვა, მომატებული შფოთვა და უკმაყოფილება თავის საკუთარი თავით, ხო, უპირველეს ყოვლისა. იმიტომ რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია ამას გავუსვათ ხაზი. ადამიანს, ვისაც აქვს ესეთი პერფექციონისტული მექანიზმი, ხო, და ეს ფსიქოლოგიური თავისებურება, არ გააჩნია, ასე ვთქვათ, მოდელი რაღაც ფსიქიკური მოდელი, რომელიც იქნებოდა მისთვის საკმარისად კარგის მანიშნებელი, რომ მე გავაკეთე რაღაც და საკმარისად კარგია. საკმარისად კარგი ვარ, საკმარისად კარგად ვაკეთებ. და მით უფრო არ გააჩნიათ მოდელი დავარქვათ თუ აღქმა დავარქვათ შეცდომის დაშვების და შეცდომის გააზრების, ხო? აი მოდით ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ სწორედ პერფექციონიზმის უკან დგას ის, რომ მეშინია შეცდომის დაშვება და რომ მეშინია შეცდომის დაშვება ამის უკან რა დგას. ეს ხომ ჩვეულებრივი რამ უნდა იყოს. ჩვენ რეალურად ჩვენი შეცდომებით ვსწავლობთ და ერთ-ერთი ეს შეცდომები მოსულა ფრაზა, რომელიც უბრალოდ მარკეტინგულად შემოვიდა, ცხადი არ დავასახელებ საიდან და როგორ, მაგრამ რეალურად მართლა გვჭირდებოდა საზოგადოებას ეს ფრაზა. შეცდომები რომ მოსულა, აი აქამდე როგორ უნდა მივიდეთ და რატომ არის, რომ რიგ შემთხვევებში ჩვენი ფსიქიკა გვიცავს ერთგვარად და ფარი ხდება სწორედ იმისგან, რაც გვანვითარებს, შეცდომებისგან. რატომ გვიცავს? აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პერფექციონიზმის გასააზრებლადაც, ადრეულ ბავშვობაში ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, სქემები, აზრები, წმენაწარმოდგენები, რომლებიც ემოციური მუხტით არის მუდმივად დატვირთული და აი აზრისა და ემოციის ნაზავს წარმოადგენს. მოდი განმარტოთ, რას გულისხმობთ. ეს უკავშირდება საკუთარი თავის შეფასებას, ეს უკავშირდება მაგალითად, ხო, აი როგორი ვარ მე საკუთარ თავთან, საკუთარი აზრით, ხო, როგორია ჩემი თავისებურებები. ასევე ეს უკავშირდება სამყაროს სხვა ადამიანების შეფასებას. როგორები არიან ისინი და როგორია სამყარო, ხო? და აი ასეთ შემთხვევაში და ეს სქემები შეიძლება და აზრები შეიძლება იყოს ადრეულ, ასე ვთქვათ, ბავშვობაში ჩამოყალიბებული, ბევრნაირი. ერთ-ერთი ადრეული გამოცდილებით, ხო, განპირობებული, ასე ვთქვათ, წესი და ცხოვრების აზრი, ასე ვთქვათ, კოგნიტური შეცდომა შეიძლება ამას ვუწოდოთ, არის რომ შეცდომა ნიშნავს კატასტროფას. ანუ ესეთი კატასტროფიზაცია ხდება იმის, რაც ახლა როგორც ნატაშენ აღნიშნე, მართლაც ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თხადია შეცდომის გარეშე ვერც ვიცხოვროთ და ალბათ არც უნდა ვიცხოვროთ, იმიტომ რომ განვითარების გზაზე სხვანაირად ვერ დავდგებით და ეს რომ შეცდომა არის კატასტროფა და კატასტროფიზაციას რო ახდენს და ვახდენთ ჩვენც ახლა ყველამ ვაღიაროთ, ხო, ჩვენც მიგვიწვის ხშირად, ასე ვთქვათ, დანაშაული ამ სასიამოვნო პროცესი. სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა შეცდომას უშვებს, როცა ვაღიარებთ და შეცდომა დავუშვით, მაგრამ აქ მთავარი გამსაზღვრელი ხომ არ არის აღზრდა და აი დედა, მამა, რას მეუბნებიან მე, როცა შეცდომას უშვებ. ერთი ეს არის რას მეუბნებიან და მეორე ხომ არ არის აქ დამნაშავე ის, რომ დედა და მამა ყოველთვის გადაფოფრილები არიან და ცდილობენ რომ მე ნაკლები შეცდომა დავუშვო და ჩემს ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს და საბოლოო ჯამში მე აღარ მაქვს განცდა შეცდომას რომ დავუშვებ, მე რა ხდება აღარ ვიცი. კი ნატა, ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული გამოცდილება. ხო, აი აღზრდის კომპონენტზე რო ვისაუბროთ. და პერფექციონისტულ ასე ვთქვათ, მექანიზმს და ისევე როგორც სხვა ბევრ მექანიზმს ჩვენს ფსიქიკურ რეალობაში განსაზღვრავს დაბადებიდან პირველი 5-6 წლის პერიოდი, რომელსაც ადრეულ ბავშვობას უძახით, ვუწოდებთ და რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც აღზრდაში უშუალოდ არიან ჩართულები, არიან ყველაზე მეტად განსაზღვრელი და უმეტეს შემთხვევაში ეს არიან მშობლები. აღზრდის სტილსა გადამწყვეტი მნიშვნელობა. მოდით ახლა
აღნიშნოთ, აი რა ტიპის აღზრდის სტილი შეიძლება იყოს განსაზღვრელი, აი ესეთი პერფექციონისტული ბუნების, რომელიც აი მოწყვლად თვითშეფასებას უკავშირდება და ესეც განმარტოთ, რას ნიშნავს მოწყვლადი თვითშეფასება. ერთი მაგალითად აღზრდის ესეთი სტილი შეიძლება იყოს, როდესაც ადამიანი მშობლები ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ. მაგალითად და არ შეაქებენ მას იმისათვის, რაც უკვე გააკეთა. ხო, მაგალითად, რა შეიძლება იყოს, თქვათ, იმაზე საინტერესო და შესაქმები, როდესაც 3 წლის ბავშვი აფერადებს მაგალითად ყვავილს და თუნდაც ისე რომ არეებიდან გადადის, მაგრამ აი ესეთი კრიტიკული აღზრდის სტილის მქონე მშობელი ეტყვის, რომ აი გააფერადე სხვა დროს ისე რომ არეებიდან არ გადავიდა. ხო, თუმცა აი ასეთ შემთხვევაში ბავშვის ის ძალისხმევა, რომელიც იმ მომენტში ჩადოდა, ეს იყო მისი შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი, კი. ხო, არ მოხდა. შესაბამისად, ისე ვიზრდებით აი ასეთ პირობებში და ასეთ გარემოში, რომ არ ვიცით რას ნიშნავს იყო რას ნიშნავს ფსიქოლოგიური რეალობა, როდესაც შენ რაღაცას აკეთებ და ამით შეიძლება მიიღო კმაყოფილება. და სხვათა შორის აი ასეთ შემთხვევაში ადამიანებს უჭირთ ხოლმე შექების მიღებაც. უკვე დასრულობაში ყველაფერმა გაიარა, თქვა დიდი ხშირად შემინიშნავს ეს ნაწილიც. კი ბატონო, ჩვენ აღზრდის ნაწილზე კიდევ უნდა ვისაუბროთ, იმიტომ როგორც ბევრჯერ აღნიშნეთ, თქვენ საფუძველი, საძირკველი სწორედ ჩვენს პერფექციონიზმს, ჩვენს თვითშეფასებასაც, რამდენად არის ეს ასე ვთქვათ მოწყვლადი და ჩვენს შეცდომებთან მიმართებაში ჩვენს დამოკიდებულებასაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სწორედ ადრეული გამოცდილება და მე აქვე ჩვენს მსმენელებს შევახსენებ, რომ თქვენ შეგიძლიათ რომ გვისმინოთ და გვიყუროთ Facebook გვერდზეც, ქალების რადიო, სადაც ლაივია სწორედ ჩვენი დღევანდელი საუბრის და შეგიძლიათ მოგწეროთ თქვენი კითხვა, თქვენი მოსაზრება, თქვენი გამოცდილება პერფექციონიზმთან დაკავშირებით და ჩვენი სტუმარი თამარ ქევხიშვილი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი გასცემს თქვენს ყველა კითხვას პასუხს. რამდენიმე წუთით შევისვენებთ რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები. ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. შეხვედრა ფსიქოლოგთან ქალების რადიოს ეთერში. ნატა ასათიანთან ერთად. რეკლამა ქალების რადიოზე. ურბანიკის ახალი პროექტი ურბანიკ მზიური საქართველოს ბანკის პარტნიორობით გთავაზობთ ბინებს ქალაქის ცენტრში, მზიურის პარკის მიმდებარედ, სადაც ირგვლივ ყველა საჭირო ობიექტი და დაწესებულება 5 წუთის სავალზეა. მზიურის პარკი, ჩოგბურთის კორტები, ფიტნეს კლუბი. დაგვიკავშირდით 2 31 88 88. ინოფისის ბიზნეს ცენტრები ურბანიკისგან თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე გთავაზობთ საოფისე ფართებს 20 კვადრატული მეტრიდან 10,000 კვადრატულ მეტრამდე. დაგვიკავშირდით 2 31 88 88. კვების რჩეული ობიექტები, სამუშაო დასასვენებელი და საბავშვო სივრცეები ყველა ასაკის ადამიანისთვის. იდეალური ადგილი სამეგობრო და საოჯახო შეხვედრებისთვის. ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე შენი სრულყოფილი დასვენებისთვის. მისამართი, ვეგუას 3A. რეკლამა ქალების რადიოზე. 2 31 88 88. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები. ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. შეხვედრა ფსიქოლოგთან ქალების რადიოს ეთერში. ნატა ასათიანთან ერთად. დავბრუნდით ეთერში, როგორც მოგეხსენებათ, ქალების რადიოს ეთერშია ჩვენი გადაცემა, სადაც თქვენ ყოველ ორშაბათს საღამოს 6 საათზე ხვდებით ფსიქოლოგს. ამჯერად ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თამარ ქევხიშვილი და პერფექციონიზმზე ვსაუბრობთ. თამარ, ჩვენ რეკლამა სანამ დაიწყებოდა, მანამდე ვახსენეთ აღზრდის სტილი და რამდენად ახდენს აღზრდა გავლენას. და მეორე ნაწილი უფრო მეტად პრაქტიკულ რჩევებს მინდა ხოლმე რომ დავუთმოთ და მოდით გვირჩიეთ მშობლებს რომ
მივირჩიოთ, რა ფრაზები უნდა გამოიყენონ და რა არ უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ აი ამ პრიზმაში შეხედონ, ასე ვთქვათ, ბავშვის განვითარებას, რომ პერფექციონიზმს არ შეუწყონ და წაახალისონ ხელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლებმა მნიშვნელოვანია, რომ იმ სიყვარულის ფარგლებში, რომელიც რა თქმა უნდა ამოდივართ იქიდან, ყველა მშობელს აქვს თავისი შვილის მიმართ, გაითვალისწინოს კომუნიკაციის სწორი ფორმები. იმისთვის, რომ ბავშვის თვითშეფასება იყოს მყარი, სტაბილური და არ იყოს დამოკიდებული, ძალიან დამოკიდებული, აი მოწყვლადობამდე დამოკიდებული გარემოს ცვლილებებზე. არ იყოს დამოკიდებული მიღწევებზე და თქვათ იყოს სტაბილური ისეთი როგორიც ის არის. ხო, აი ტესტში მიღებული ერთი ნიშნით არ უნდა ხდებოდეს მისი თვითშეფასების განსაზღვრა, ასე ვთქვათ, ხო? დიახ, ზუსტად. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივაწოდოთ პოზიტიური უკავშირები. აი ეს მინდოდა სწორედ რომ ახლა გეთქვათ, როგორ უნდა მიაწოდოთ. ბავშვებს ნებისმიერ ასაკში, ხო? დაბადებიდან 6 წლამდე და შემდეგაც თინეიჯერობის ასაკში მივაწოდოთ ერთმანეთს, მივაწოდოთ ჩვენ შვილებს პოზიტიური უკავშირი იმასთან დაკავშირი იმაზე, რაც მან უკვე გააკეთა. თავისი მიღწევის რა საფეხურზეც დგას, თავისი ძალის ხმევა, რა დონეზეც შეძლო რომ ჩაედო იმ აქტივობაში, იმ საკითხთან მიმართებაში შევაქოთ და ავუღწეროთ, ვუთხრათ რატომ ვაქებთ. რატომ იყო, თქვათ, კონკრეტული მშობლისთვის ეს სასიამოვნო და მოსაწონი. შეგებათ თავის მხრივ რომ არ გაუფასურდეს, ჯობია რომ ავხსნათ. მაგრამ უნდა შევაქოთ მაშინაც კი, როცა ის უბრალოდ ხედავთ, რომ თავის შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, რაც კარგია და აი მასაც გაუჩნდეს ალბათ ეს განცდა, რომ კარგად როცა რაღაცას ვაკეთებ, უკვე საქებარია და არ არის აუცილებელი, რომ იდეალურად ვასრულებდე რაღაცას და მხოლოდ მაშინ მივიღო ჩემთვის მნიშვნელოვანი უფროსებისგან შექება, ხო? ზუსტად. და აი აქვე ნატა ხა შერაც თქვი, ამაზე გამახსენდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ მშობლები ხშირად აღზრდის პროცესში, რა თქმა უნდა, კარგი მიზნებით, მაგრამ მაინც მაღალ უწესებენ თავის შვილებს, რომ აი რაღაცა ძალიან მეტს, უფრო მეტს, ძალიან გრანდიოზულს უნდა მიაღწიოს და მხოლოდ მაშინ იქნება შექების და კარგად ყოფნის, ბედნიერების და რაც ყველაზე მტკივნეულია, სიყვარულის და ყურადღების მიღების ღირსი. ობიექტი. ეს შეცდომა ნამდვილად არ უნდა დავუშვათ და უნდა ვიყოთ ყოველთვის მშობლები ამ თვალსაზრისით ყურადღებით, ხო? თუმცა როცა პერფექციონიზმზე ვსაუბრობთ, იქვე მოდის ეს განცდა, განსაკუთრებით იმ ადამიანის მხრიდან ალბათ, რომელიც არ არის ხარ ესე ფსიქოლოგიაში ჩახედული, რომ მაშინ აბა მაღალი სტანდარტებისკენ სწრაფვა რა არის და ცუდი ხომ არ არის. და მოდით აქაც, ასე ვთქვათ, ეს მიჯნა კარგად განვსაზღვროთ, ხო? პერფექციონიზმი რა არის და რომ მაღალი სტანდარტი პირიქით რა ჯობია თუ გვაქვს ეს მისწრაფება, რომ ჩვენ მაღალ სტანდარტზე გვინდა რაღაცის კეთება. ძალიან მნიშვნელოვანი განვასხვავოთ ერთმანეთისგან პერფექციონიზმი და მაღალი სტანდარტები და ესეთი ჯანსაღ სწრაფვას მისწრაფებებს ეძახიან, თქვა ამ სფეროს კვლევარები აი ამ მიდგომას და პირველი რაც აი ყველაზე თვალსაჩინოს ხდის განსხვავებას პერფექციონიზმსა და მაღალ სტანდარტებს და ჯანსაღ მისწრაფებას შორის არის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის განცდა. ადამიანის კმაყოფილება თავისი ყოველდღიურობით. აი მაგალითად, თუ კი პერფექციონიზმს ახასიათებს ძლიერი შფოთვა, უკმაყოფილება, ასევე ესე ვთქვათ, შიში წარუმატებლობის, როდესაც ადამიანი ჯანსაღი მიზნების ჯანსაღად მიისწრაფის თავისი დასახული თუნდაც მაღალი სტანდარტებისკენ, ამ შემთხვევაში ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი მაღალია და რაც არის ძალიან მნიშვნელოვნად განმასხვავებელი, პროცესით მიღებულ კმაყოფილებას ექცევა ყურადღება. როდესაც მე რაღაცას ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი რამ არის, როდესაც ვდებ დიდ ძალის ხმევას ამაში, ვარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე შრომის მოყვარე ადამიანი, მხოლოდ ეს არ ნიშნავს პერფექციონიზმს. ხო, ეს არის ჯანსაღი მიდგომა მიზანდასახულობასთან მიმართებაში და პერფექციონიზმი, როგორც უკვე ვისაუბრეთ, უარყოფით, ხო? ასევე აი შეცდომის დაშვებასთან. შეცდომის დაშვება, ასევე შეცდომის მიმართ დამოკიდებულება, განსხვავებულად აღიქმება ჯანსაღი მისწრაფებების მქონე და მიზნების მქონე მაღალი სტანდარტებზე ორიენტირებულ ადამიანებსა და პერფექციონიზმის მექანიზმის მქონე ადამიანებს შორის შეცდომა პერფექციონიზმის შემთხვევაში, როგორც თქვით, არის რაღაცა
ძალიან კატასტროფა და მაშინ როდესაც მაღალ მიზნებზე ორიენტირებულია და ჯანსაღია ეს მისწრაფება, შეცდომა განიხილება როგორც განვითარების საშუალება. როგორც შესაძლებლობა, ახალი მესწავლად თუნდაც, ხო? ასევე ერთი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება. როდესაც საკუთარი თავის მიმართ მხარდამჭერია ადამიანი, ვთქვათ, აქვს მაღალი სტანდარტები, თუმცა აქვს საკუთარი თავის მიმართ არაკრიტიკული დამოკიდებულება. მაგალითად, თუ კი შენ შეგეშალა, ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია გამოასწორო და აქედან ისწავლო, ხოლო პერფექციონიზმის შემთხვევაში შენ თუ შეგეშალა, ნიშნავს, რომ საერთოდ არაფრის ღირსი არ ხარ, არავისი ყურადღების და არავისი პატივისცემის. თალსახად უნდა გავმიჯნოთ პერფექციონიზმი და მაღალი სტანდარტები, იმიტომ რომ მაღალ სტანდარტებზე თან პაექრობას, ასე ვთქვათ, მოაქვს სიამოვნება, საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გაცნობა და შეცდომის არ შიში, ასე ვთქვათ, და ანუ პერფექციონიზმის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან დიდი შფოთვა ახლავს თან და რაც ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბეთ, ეს ხვაობა მართლაც თვალსაჩინოა და მართლაც შესაგრძნობია, ასე ვთქვათ, რომ მე რასთან მაქვს საქმე? მაქვს პერფექციონიზმთან, რომელიც ჩემი დაცვის მექანიზმია და რთულია ძალიან, თუ უბრალოდ მაქვს რატომაც არა მაღალი მიზნები და ვარ ძალიან კარგია თავის შრომის მოყარე. თამარ, გარემოზეც რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ გარემო გვიწესებს ხოლმე ისეთ სტანდარტებს თუ ისეთ გარემოებას გვიყალიბებს ჩვენს ირგვლივ, სადაც აი ეს პერფექციონიზმი მოდის, ასე ვთქვათ, მართლაც ფარად. გარემო რამდენად შეიძლება სწოდავდეს ამ თვალსაზრისით? ნატა ძალიან კარგი საკითხის დასმა არის, იმიტომ რომ ჩვენი თანამედროვე რეალობა, არის სოციალური ქსელები, წამყვანი რამ, ხო, ჩვენი სოციალური და აი ასეთ შემთხვევაში მაგალითად ფილტრები, რომელიც ჩვენს გარეგნობას აკორექტირებენ, ასევე ადამიანები, ვინც მუდმივად საკუთარ ცხოვრების, ასე ვთქვათ, პოზიციონირებას ახდენენ, სოციალური ქსელები წარმოაჩენენ, შეიძლება გახდნენ დამატრიგერებელი, ასე ვთქვათ, მაპროვოცირებელი პერფექციონისტული შფოთვის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ესეთი ფსიქომოწყვლადი ფსიქოლოგიური მექანიზმი, შეიძლება, ასე ვთქვათ, ჩებოდეს მუდმივად იმედგაცრუებული, იმიტომ რომ იმ იდეალს, რომელსაც მაგალითად ხედავს რომელიმე ბლოგში ან რომელიმე სოციალურ ქსელში, ვერ აღწევს და ფიქრობს, რომ ცუდია, იმიტომ რომ აი იდეალი თურმე არსებობს, იმიტომ რომ ეს რაცაც იქეთ მხარეს ვხედავთ, ის ხომ დამუშავებულია, ის ხომ სწორედ ამაზეა ორიენტირებული, რომ მაქსიმალურად გაალამაზოს ის გარემო, რომელშიაც ის ადამიანები, ეს ინფლუენსერები არიან თუ თქვათ სხვა სფეროს წარმომადგენლები ჩანან და იქ დევნაში, მოკლედ ვერ ვაჯობებთ. ხო, და ეს მართლაც უკმარობის განცდა, რომ მე რაღაცას მაკლებ ცხოვრებას, არის ხოლმე ძალიან აქტუალური, ხო? კი, აი ეს არ უნდა დავუშვათ, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს ამის უფლება არ უნდა მივცეთ. მეც ყოფილა რაღა დაგიმალოთ ამის ტყვე, განსაკუთრებით ინსტაგრამზე იგრძნობა ხოლმე, ინსტაგრამზე განსაკუთრებით ლამაზია ყველას ცხოვრება, ძალიან მიხარია ცხადია რომ ასეთია, მაგრამ ყოველთვის უნდა გქონდეს ეს განცდა, რომ ჩვენი თუ ისეთი არ არის, რასაც სოციალურ ქსელებში სხვისას ვხედავთ. იმიტომ სწორედ რომ ამისთვის არის სოციალური ქსელი შექმნილი, იქ შელამაზებულია და ცხოვრება რეალური მართლაც სხვა არის. ასე რომ სოციალური ქსელი შეიძლება იყოს ძალიან დიდი ფაქტორი, ხო? დიახ, შეიძლება იყოს. და ხშირად აღნიშნავენ ხოლმე ადამიანები, როდესაც მაგალითად ფსიქოთერაპიის პროცესში წარმოიქმნება პერფექციონიზმი, როგორც ხშირად მოგმართავენ ამ პრობლემით. სხვათა შორის აი ადამიანები ესე პერფექციონიზმის გამო თერაპიას იშვიათად მიმართავენ, შეიძლება უკვე თუ გაიარა რაღაც ეტაპები მერე. თუმცა ხო, არის ხოლმე, აი ზუსტად ნატაკი, მიმართვიანობის მიზეზი როგორც წესი არის, ან შფოთვა, ან მომატებული დეპრესიული ბუნება განწყობა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ფაქტორი ფსიქოლოგიური მექანიზმი არის პერფექციონისტული დაყენება, რომელსაც სხვათა შორის თუ ადამიანი მიყვა თერაპიულად, სიღრმისეულ ეტაპზე გადავიდა თერაპიის და დაამუშავა, არ არის ქრონიკული მდგომარეობა და შესაძლებელია შემსუბუქება ეტაპობრივად აი ამ მდგომარეობიდან. ერთი კითხვა შემოვიდა და გავცეთ პასუხი. აღნიშნული პრობლემა აქვს 15 წლის მოზარდს, ამ შემთხვევაში როგორ შემიძლია დავეხმარო, რამდენად უნდა იყოს სკოლა ჩართული მშობელთან ერთად. სკოლის ნაწილის შემოტანისთვის დიდი მადლობა ჩემს მსმენელს, იმიტომ რომ სკოლის და მასწავლებლის როლი აქ ალბათ ცალსახად იკვეთება, ხო? და შეიძლება და უკვე გადავიდეთ თან რეკომენდაციების ეტაპზეც და აი ამ შეკითხვასაც რეკომენდაციის ხო. ძალიან ერთ-ერთი რამ, რაც ასე ვთქვათ, პერფექციონისტულ დევას და პერფექციონისტულ აზრებს და ემოციებს ეხმარება, არის მიზნების რეალისტური განსაზღვრა.
ხო? მაგალითად, მოდით ისიც ვთქვათ, რეალისტური მიზანი როგორი უნდა იყოს. რეალისტური მიზანი არის ადამიანის შესაძლებლობის ფარგლებში განსაზღვრული დავალებათა ერთობლიობა. და დავამატებ, რომ უნდა იყოს დროში გაზომვადი და უნდა იყოს სპეციფიური და კონკრეტული. კი ბატონო. ზუსტად. იმიტომ რომ და ეს იმისთვის არის საჭირო, რომ კვლავ არ გამოიწვიოს ბავშვის, აი 15 წლის მოზარდია, ხო, შეკითხვა იმედგაცრუება საკუთარი თავით და ვუთხრათ, რომ შენ თუ ამას გააკეთებ, უკვე კარგია. საკმარისად კარგია. და აი პერფექციონისტული დაყენების და აი აზროვნების ერთ-ერთი გამოსავალი სწორედ ეს არის. აი ამის გაშინაგნება რამდენადაც ეს შესაძლებელია თერაპიის პროცესში უფრო ადვილია თერაპევტის ხელშეწყობით, რომ მივიდეს ჩვენი ცნობიერება იქამდე, რომ საკმარისად კარგი, როდესაც არის რაღაც, მაგალითად შენს მიერ შესრულებული, ეს უკვე არის კარგი, იმისთვის რომ შენ გადახვიდე ახალ ეტაპზე. თუ ვერ ვახერხებ და სამწუხაროდ ხდება ხოლმე რომ ადამიანები ვერ ვახერხებთ იმ საფეხურის დაფასებას, რომელზეც ვიმყოფებით, ფაქტიურად შეუძლებელი ხდება ახალ საფეხურზე გადასვლა. ამიტომ აი ეს მიღება პრობლემის ერთის მხრივ და აი ასე ამიტომ ვურჩევთ, თქვათ აი ვინც შეკითხვა დაგვისვა, დიდი მადლობა ამ ასეთ საინტერესო შეკითხვისთვის, რომ რეალისტური მიზნები დასახვაში დაეხმარონ მოზარდს და ასევე მიაწოდონ უკავშირი იმასთან დაკავშირებით, რაც მას კარგად გამოსდის. უკვე კარგად გამოსდის. და ნატა შენც აღნიშნე, რომ აი თვითეფექტურობის განცდა ზუსტად. და შენ აღნიშნე ერთხელ და მაგრამ აი ამ შეკითხვაში ჩავაქსოვ ამ პასუხსაც, რომ აბა მაშინ როგორ გამივაღწიო მშობლებმა გაუმჯობესებას, ხო? რა აღარ მივცეთ ჩვენ შულს რჩევები? ხო, მაღალი სტანდარტი როგორ არ დავუწესოთ? აი ნამდვილად საჭიროა ესეც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც მშობელი ვარ და ვფიქრობთ, რომ ეს კარგი იქნება ჩვენი შვილისთვის, აუცილებელია რომ ვუთხრათ, აქაც ვითვალისწინებთ ჩვენი შვილის შესაძლებლობებს და არა მხოლოდ გონებრივ და ფიზიკურ, არამედ ემოციურ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ ზოგი ადამიანისთვის, მათ შორის მოზარდი იქნება თუ დასრული, ადვილია ემოციურად გადაიტვირთოს უფრო, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის, ვინც უფრო მეტს დაიწევს. ხო, ამიტომ აი ყველაზე მეტად სამშობელმა იცის, ხო, თავისი შვილის შესაძლებლობები, ემოციური იქნება ეს თუ გონებრივი და ბავშვის შესაძლებლობების ფარგლებში ისე რომ არ გააკეთოს ისე რომ გადაიტვირთოს, ხო, ბავშვს გადატვირთვა რო არ მოახდინოს, აი ასე მიაწოდოს რჩევები. კი, ნამდვილად ასე. არის არ უთქვამს, რომ მშობლობა მარტივია, რთულია და აი ეს კომპონენტიც არის ასე ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ყველაფერში და თქვენ ისაუბრეთ, მაგრამ აი რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვა, აი სამი რჩევა იმ ჩვენი მსვენელებისთვის, რომლებსაც მართლაც უკვე სტანჯავთ პერფექციონიზმი და დაიღალნენ, რითი დაიწყონ ეს თვითგამორკვევა და რითი დაიწყონ საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მუშაობა, თვითზრუნვა ამ ნაწილში. პირველ რიგში მართლაც აი ძალიან კარგი გამოსავალია თუ მიმართავთ ფსიქოთერაპიას, ეს ერთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი რამ, თუმცა შესაძლებელია, რომ ადამიანმა საკუთარ თავს მისცეს ისეთი რჩევები, რომელიც დაეხმარება ამ მდგომარეობიდან. მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, პირველი საფეხური რა არის ამ პრობლემასთან გამკლავების, ხო? მივიღოთ და სახელი დავარქვათ, რომ ეს არის პერფექციონიზმი. და მივიღოთ საკუთარ თავში ეს თვისება. და გავიაზროთ, არ ვიცი, შეიძლება ჩამოვწეროთ კიდევაც, რა შეუშლის ხელს. ხო? რა არის ის უარყოფითი შედეგები, რომელიც მოყვება? კი ბატონო. მოაქვს აი ამ პერფექციონისტულ მექანიზმის ცხოვრებაში. მიღება უადვილებს ნებისმიერ პრობლემას მერე მოგვარების გზების დასახვას. ასევე აი რაც არის ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალი საკუთარი თავის მიმართ ემპათიურობის გაჩენა. როდესაც შინაგანი ხმა იმის ნაცვლად რომ განკიცხავდეს და გაკრიტიკებდეს, გავხადოთ მხარდამჭერი საკუთარი თავის მიმართ. ხო? და ეს თვითკრიტიკულობა საკუთარი თავის მიმართ ემპათიით რომ შეიცვალოს. და ალბათ უფროსებთან მიმართებაშიც ეს თქვენი რჩევა, რაც ძალიან საინტერესო იყო, მოზარდის მშობლისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შესაძლებლობები ვიცოდეთ და შესაძლებლობებიდან გამოვიდეთ ყოველთვის და არ უნდა დავისახოთ ისეთი მიზანი, რომელსაც ვერ მივაღწევ, იმიტომ რომ ჩემი შესაძლებლობები ყოველთვის შემოსაზღვრულია, რამდენადაც გადასარევი და უნივერსალური და უნიკალურია, იმდენად შემოსაზღვრულიც არის და ეს გვახსოვდეს ალბათ, ხო? კი, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების და გამოწვევების დაბალანსება და თანხვედრა. ეს
ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა. თამარ ქემხიშვილი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ვსაუბრობდით პერფექციონიზმზე, იმ განცდაზე, იმ მდგომარეობაზე, რომელიც მართლა ძალიან რთულია და ასაკთან ერთად ან კიდევ უფრო და უფრო მწვავდება ეს მდგომარეობა ალბათ, ხო? და ყოველთვის არის დრო იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, მივხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე, ვაღიაროთ, როგორც თქვენ გვირჩიეთ და შემდეგ უკვე თანდათან ვიმუშაოთ ამ მდგომარეობის გამოსწორებაზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ჩვენ მსმენელებს, ვინც ჩვენთან ერთად იყავით. მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევა